უყვარ ხართ, რა იქნება თქვენ შორის. მიფიქრეთ საკუთარ თავზე თქვენს პარტნიორზე, ვნახოთ მისი ახლანდელი დამოკიდებულება როგორია თქვენს მიმართ, რას გრძნობს ეს პიროვნება თქვენთან დაკავშირებით, რა ამბებია და რა იქნება მომავალში თქვენ ორ შორის, უახლოეს მომავალში, რა იქნება, როგორ განვითარდება ურთიერთობა. ახლანდელ დამოკიდებულებებში გეტყოდით, რომ თქვენ ჩაფიქრებული ადამიანი ხა ურთიერთობას დაპაუზებულად აღიქواس, აქ შეიძლება რაღაცა კამათი, შეკამათება, კონფლიქტიც კი მოხდა და თითქოს გაგერიდათ სიტუაციიდან და წავიდა. აი თან ისე წავიდა, რომ უნდა რომ ამაყი იყოს და თავდაჯერებული და გამარჯვებული და მე ვიყო სწორი და მე ვიყო მართალიო, მაგრამ სიმართლედ თლად ესეთი არ არის, როგორც თავად წარმოუდგენია. აქ ურთიერთობაში იყო რაღაცა ისეთი სიტუაცია, რომელიც არ მოგწონდა, თქვენთვის მიუღებელი იყო, ან საერთო ფონში შესაძლებელია ზოგადადაც ერთმანეთის მიმართ იყო გარკვეული პრეტენზიები და ამ ყველაფერმა ის, რასაც შეიძლება დიდი ხანი არ ამბობდით, რაღაცებს ითმენდით, რაღაცებს ატარებდით, საბოლოო ჯამში რაღაც კრახამდე მიიყვანა ურთიერთობა და უეცრად აღმოჩნდით შეიძლება რეალობის ფაქტების წინაშე. განვითარებას რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივაში, თქვენორის ვიტყოდი, რომ აქ შესაძლებელი არის, რომ რაღაც ეტაპზე ურთიერთობა თავიდან დაიწყოს და განახლდეს. მამაკაცია დამოკიდებული, არ აქვს მნიშვნელობა, ეხლა მამაკაცები მიყურებთ თუ თქვენ ჩაფიქრებული პარტნიორია მამაკაცი, კაცია დამოკიდებული, როგორ განვითარდება ურთიერთობა და საით წაიყვანს, რა მიმართულებას მისცემს. შანსები არის, რომ აქ ახალი კარი გაიხსნას, ახალი შესაძლებლობები გამოვლინდეს, რაღაც ახალი პერსპექტივების დასახვა მოხდეს და თავიდან განახლდეს ურთიერთობა. უპერსპექტივო სიტუაცია ნამდვილად არ გაქვთ. უბრალოდ მამაკაცი იმდენად ჯიუტია და იმდენად ამოყარია, რომ შეიძლება ცოტა უჭირს, აი რაც გითხარით, უნდა რომ აღიარებული იყოს და თვითონ იყოს მართალი და ნაბიჯის გადმოტკნას ცოტა ერიდება და ჯიუტობს. აქეთ უნდა რომ თქვენ შეეხვეწოთ და ვაიმე მოდი შევრიგდეთ და მოდი რაღაც და თქვენ თუ ნაბიჯს გადაწყვეტთ, მერე მანაც ესე გადმოდგას უკან ნაბიჯი. შეიძლება ეს სურვილებიც გააჩნდეს თქვენს პარტნიორს, მაგრამ ცდად ღირს, ყოველ შემთხვევაში შერიგების შანსები არის ურთიერთობაში მომდევნო 1 თვის განმავლობაში.